გახსენება ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. მინდა კახა კალაძეს კიდევ ერთხელ უსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან ჭირდება თბილისს და მის განვითარება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმატებები კახა კალაძეს. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ დღეს თბილისი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო თბილისის საკრებულო. საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და შესაბამისად ისინი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანაში და ამ პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფაში. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში გასული 4 წლის განმავლობაში შეიტანეს. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები უსურვო თითოეულ მათგანს, დარწმუნებულია, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს.